ჩამოვკიდავ კალათასა. ერთი კვერცხი ჩვენ მოგვეცი, ღმერთი მოგცემს ბარაქასა. ქართლ კახეთსა და მესხეთში მეჭონე მახარებლები აღდგომით გამოწვეულ სიყვარულს ამ სიტყვებით გამოხატავდნენ და ყველა ოჯახის სახლის კართან ასე ულოცავდნენ. ყაზბეგში მოხევე ახალგაზრდები კი მწკრივში დალაგებულ კვერცხებს ისრებს ესროდნენ. ყოველთვის შედარებით ცნობილია, რომ გურიაში ტრადიციულად უძველესი ეროვნული თამაში ლილო ბურთი იმართებოდა, რომელიც დღემდე მეტნაკლებად პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. საქართველოში აღდგომის დღესასწაულის ტრადიციები იმდენად მდიდარი და მრავალფეროვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორია. ყველა კუთხე განსხვავებული წესჩვეულებებით აღნიშნავს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენი გადაცემის სტუმარია ეთნოლოგი და ისტორიის დოქტორი ნოდარ შოშიტაშვილი, რომელიც გაგვეცნობს, როდის და როგორ დამკვიდრდა სააღდგომო ტრადიციები და რიტუალები და რატომ ვერ შემოინახა ისტორიამ ბევრი მათგანი პირვანდელი სახით. დილა მშვიდობისა ბატონო ნოდარ, მოგესალმებით. მადლობა, რომ დილას იწყებთ ჩვენთან ერთად. ძალიან საინტერესო თემაზე საუბარს, ისტორიაში და წარსულში კვლევა ყოველთვის არის ძალიან ბევრის მომცემი ახალი თაობებისთვის და ჩვენი ეს საუბარიც არის საწინდარი იმის, რომ მომავალ თაობებს არ დაავიწყდეთ ის წესჩვეულებები, რაც საქართველოში ოდითგანვე იყო. უპირველესად იღებება კვერცხი. ხლა ერთი პერიოდი შემოვიდა სადღაც დაახლოებით 20-30 წლის წინ უფრო ადრეც ხელოვნური საღებავებით შეღება, მაგრამ ტრადიცია და ჩაივიმეორებ ისევ იმას, რომ უკუაგდო ეს არასწორი ტრადიცია, არასწორი წესი და ძველ ფესებს დაუბრუნდა ხალხი, ქართველი ადამიანი ამიერშიც და იმიერშიც. ეს არის ენდროთი შეღება და დამატებითი კიდევ ხახვის ხურცლით, რომელიც საოცარ ფერს აძლევს. იცით, ამ ენდროს წითელ ფერს ცოტა კიდევ რაღაცა კეთილშობილ ფერს აძლევს ეს ფურცელი. და სხვათა შორის მესხეთში შეღების დროს ჩაფენა იცოდნენ ხოლმე ჭინჭრისაც. საოცარია, ახლა ჭინჭარი, როგორც მხრობელები ამბობენ, ანტისეპტიკურია, რა თქმა უნდა, ახლა კვერცხთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს, როგორც ჩანს, რიტუალური მომენტიც გახლავთ. რას გულისხმობს ეს რიტუალური მომენტი? რიტუალური ის არის, რომ თქვათ, ჭინჭარი ავიძალების საწინააღმდეგო არის მისი თვისებების გამო სუსხავია, ხომ? მეორე მხრივ საოცრად მარგებელი არის, თქვათ, ადამიანისათვის ერთ-ერთი ვიტამინებით სავსე და ასე შემდეგ. ეს ყველგან არ არის, მაგრამ რატომღაც აი მესხეთში შემოინახა დიახ ეს წესი და ჩვეულება. წითელი პარასკევი მაინც ძირითადად ესეთი საეკლესიო დატვირთვა აქვს ამ დღეს უმძიმესი და მორწმუნე ადამიანები შესაბამისად გაატარებენ ხოლმე ამ პარასკევს, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი აი რიტუალიც ეკვა თამაში. აღდგომა ხო უკვე არის სიხარულის მომნიჭებელი დღესასწაული და ამ მხრივ უფრო დატვირთულია რიტუალებით აღდგომის დღესასწაული კუთხეების მიხედვით. დავიწყოთ დასავლეთ საქართველოდან და მოვყვეთ ჩვენი რეგიონების და კუთხეების მიხედვით, სად რა იყო და არის შემორჩენილი. მართალბრძანებთ, ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი ყველგან აღმოსავლეთში და დასავლეთში ერთი წესია, რომ წითელ პარასკევს მიწა არ უნდა იწვრეს. ანუ სასულო სამეურნეო სამუშაოები არ უნდა ჩატარდეს. ქართლშიც, თიულეთშიც ნათქვამია, რომ წითელ პარასკევს ირემი ხეს არ გაეხახუნებაო, ესე იგი იგივე ნათქვამია თიულეთში უნდა ხარი ხეს არ გაეხახუნებაო. ესე იგი არ უნდა შეაწუხო მიწა. განსხვავება ერთადერთი რაჭაში არ იყო აკრძალვა სასულო სამეურნეო სამუშაოების საკუთრებით, აი მაინც სარის დასობა, ჭიქოს დასობა არ შეიძლებოდა. სამეგრელოში მაგალითად წითელ პარასკევს ძალიან დიდი ისეთი მომზადებით ხდებოდნენ, იმიტომ რომ აღდგომისთვის ემზადებოდნენ. დაბა სოფლებში იმართებოდა ბაზრობები ყოველთვის. ამ ბაზრობებზე გამოტანილი იყო სხვადასხვა საქონელი, ნუგბარი, საკვების პროდუქტები, ტანსაცმელი, იმიტომ რომ ყველა ცდილობდა ამიერშიც და იმიერშიც, რომ აღდგომას ახალი ტანსაცმლით შეხვედრდნენ, სუფთად შეხვედრდნენ, ლამაზად შეხვედრდნენ, ხო? გურიაში მრავალი წესი იყო
შემოჩენილი, ახაც ემზადებოდნენ წითელ პარასკევს, მაგრამ ძირითადად მაინც ტრადიციული ელფერი და რიტუალები აღდგომასთან არის დაკავშირებული შემონახული. წითელ პარასკევთან შედარებით მაინც მოკრძალებით არის ბატონო, მაშინ ვისაუბროთ უკვე აღდგომის რიტუალებთან დაკავშირებით, რა ხდებოდა აღდგომა დღეს და როგორ ემზადებოდა ქართული ხალხი. რა თქმა უნდა, ყველგან მაშინ როდესაც ეკლესიობდა და სანამ ათეიზმი არ შემოვიდა, ძირითადად ხდებოდა აღდგომის შეხვედრა ეკლესიებში, ხო? საღამოთი შეკრიბებოდა მრევლი, ეკლესიებში ლიტანიობას დაესწრებოდა და დილის ცისკარზე უკვე დაიწყებოდა, ვთქვათ, აი ამ სხვადასხვა წესებისა და რიტუალების ჩატარება აღნიშნულია. ამ ძიმე მარხვის დასასრულიარი და რაღაცნაირად ძიმე მარხვის დასასრულია ბედნიერების მომასწავლებელია. სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების აღნიშნულია და შესაბამისად საკვათამაშებიც მრავლად იყო რეგიონების მიხედვით. არ უნდა ვთქვათ გაცნობიერებული ჰქონდეს ადამიანს, რომ მარხვა ეს არის აუცილებელი საჭირო და განწმენდა, ხო? ბავშვებისთვის ცოტა ძნელი მისაღები იყო ეს და რა არ მოიგონს, იყო ასეთი მაგალითად წესი ბობოლას ჩამოკიდება, ან მარხვას ჩამოკიდება ქართლში, ხევში, მთიულეთში. რას გულისხმობ? ნაცრის პარკია, პატარა პარკი, პარკში ესე იგი და ჩამოკიდებენ ამ პარკს, ნაცრით გატენილ პარკს და 7 ფრთას შეარჭობენ, ქათმი 7 ფრთას შეარჭობენ და ბავშვი რომ არ წაძლიო სულ თქვათ ესე არასახსნელ საჭიროებზე ბობოლასი ეშინია, მარხვასი ეშინია. თვითო კვირის გასვლის შემდეგ თვითო ფრთას გამოაძრობენ და ეს ერთგვარ რაღაცნაირად გადააქვს ბავშვის ესე იგი გონება, მაგრამ მხოლოდ ბავშვი დიდებიც საკმაოდ კარგად ერთობიან ხოლმე. აქაც ხდებოდა თან მარხვის დასრულებას. დიახ და ბოლოს გაისტუმრებენ ხოლმე ბობოლას, გადააგდებდნენ, ჯოხით გააგდებდნენ გვერდი და ასე შემდეგ. დიახ. მარხვა შესრულებული იყო. ლექსიც არის, ხო, დღეს წითელი პარასკევი ხვალშაბათით ენდება, აი პირადი გათენდება, ბობოლას გაჩანჩალდებაო, რაც ძალიან კარგი. ხატანო და უნდა კითხოთ აუცილებლად ლელო ბურცეთს, იმიტომ რომ ეს ერთგვარი სპორტული ტრადიცია, რომელიც დღემდე შემორჩა და თითოეული გურული ელოდება ყოველწლიურად ამ თარიღს, რომ საკუთარი მხარის გამარჯვებაში შეიტანოს ძალიან დიდი წვლილი. საიდან მოდის ლელო ბურთი? ლელო ბურთი ერთ-ერთი საუკეთესო ტრადიცია, რომელიც ქართული ხალხის მეხსიერებამ შემოინახა, არა მხოლოდ მეხსიერებამ, არამედ პრაქტიკაშიც არის საბედნიეროდ. ამჟამად მხოლოდ გურია შემორჩენილი, თორე იყო იმერეთში, განსაკუთრებით ქვემო იმერეთში, ლელო ბურთი იყო სამეგრელოშიც, მაგრამ ამჯერად გურიის ლოკალურმა სოფლებმა შემოინახა. ხო, მსგავსად თამაშდებოდა იმერეთშიც და სამეგრელოშიც. თამაშდებოდა. საერთოდ ბურთი თამაში ბურთი ზოგადად ცნობილი იყო შუა საუკუნეებიდან საქართველოს. ოღონდ სხვადასხვა ფორმით იყო, ხო? იგივე ვთქვათ იმერეთში მაგალითად იყო ასეთი აღდგომა დღეს ააგდებდნენ ხოლმე წითელი განსხვავებით გურული ლელო ბურთისაგან წითელი ბურთი იყო სპეციალურად შეკერილი და აი ამ საზეიმო შეხვედრის დროს მეფეც ესწრება, დედოფალიც ესწრება, იმერეთის სამეფო ამ პერიოდში ააგდებდნენ მაღლდაბა, ვინ დაიჭერდა ამას და იყო მთელი მხიარულება. შიგთავსაც ჰქონდა მნიშვნელობა თქო შიგთავს არის, შიგთავში ახლა ისეთი მძიმე არ უნდა ყოფილიყო როგორც ლელო ბურთია, ხო? ლელო ბურთი ძალიან მძიმე, მიწა და ნახერხია. კარგად ნავარიჩები არ ახარდა. მე სწორედ იმის თქმა მინდა რომ თქვენ ბრძანეთ რომ რატომ რამ შემოინახა და რისთვის იყო, ხო? ეს იყო ვარჯიში. ეს იყო ლაშქრობისთვის მომზადება, როგორც ნადირობა, როგორც მიზანში სროლა, ეს იყო ერთგვარი გამოწრთობა ადამიანის, ხო? აი მაგალითად ბრძანა ხევის ამბავი, როდესაც კვერცხები აღდგომა დღეს კვერცხებს დაალაგებდნენ, მწკრივში დაალაგებდნენ ხოლმე და კარგად საკმაოდ მოშორებული მანძილიდან თითოეული კვერცხი თქო თითოეული ოჯახის წევრზე იყო გათვლილი, უნდა მოეხვედრებინა, ხო? ესეც მიზანში სროლასთან დაკავშირებით არა, მასშებოდა ავარჯიშებდა ადამიანს, იგივე ლელო ბურთი თქვა, ან ისინდი თბილისში არ მხოლოდ რეგიონებში იყო თქვა ისინდი ახსენეთ ყაბახი იყო თბილისში
დღეს რო 9 აპრილის ბაღია. ხაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ეს მთელი სივრცე იყო. დიდი სივრცე იყო, ეს იყო გასართობის სივრცე, საასპარეზო სივრცე, ეს იყო სავარჯიშო სივრცე და აი ამ ბედნიერ დღეებში და განსაკუთრებით აღდგომა დღესაც იმართებოდა ხოლმე ყაბახი. ადგილსაც ეგრე ერქვა ყაბახი. ხო. გამოჩენილი მოჯირითეები, იყო მაღალი სვეტი, რომელზეც იყო დადგმული თასი, ძვირფასი თასი, ვერცხლის ან ოქროსი და გამოიქროლებდნენ მოჯირითეები, ამ შვილისით უნდა ჩამოიგდოთ, ან შუბით უნდა ჩამოიგდოთ. ესეც ერთგვარი ასევე ლელობურთი, რომელიც ადამიანში სუსტი ძნელად გაუძლებს იქ, ხო, ლელობურთში იქ ისეთი თქვა დღევანდელ რაგბიში წესებია. იქ ცოტა ისეთი არეული წესებია, ხო? ერთადერთი წესი არის ამ ბურთის დაუფლება და შენახვას. მეტი წესია არ არის. ღელეს უბანია, ორი უბანი, ღელეს იქით უნდა დადო ბურთი, ან მეორე გუნდმა აქეთ უნდა დადოს. ან თუ სოფელს ეჯიბრება, იმ სოფელში უნდა მიიტანო, ამ სოფელში უნდა მოიტანო და ასე შემდეგ. ბატონო ნოდარ, საბრძოლო ტრადიციების შორის ასევე გამორჩეული არის ჭონაც. ჭონას შინაარსიც რომ მოგვითხრათ და ჭონა ერთ-ერთი ძვირფასი ტრადიცია, რომელიც ეს საყოველთაოდ შემორჩა. ჭონა იყო ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, მესხეთის ნაწილში, ნაწილობრივ ზემო იმერეთში, ნაწილობრივ რაჭაშიც. ჭონა თავისი არსით უახლოვდება ალილოს, საშობაო ალილოს უახლოვდება, ეცით, ესენიც מחარობლები არიან. ალილოზეც מחარობლები დადიან. იქაც ლექსია, აქაც ლექსია, იქაც გროვდება პროდუქტი, აქაც გროვდება სიმღერით მიულოცავენ იქშობას, აქ ქრისტეს აღდგომას ჩემო ბატონო დიახ. სხვადასხვა ვარიაციები. დადურთულები ხარ და ოჯახს არ ქონდა, როგორც მახსოვს, უფლება იმისა, რომ ხელსარიელი გაეშვათ ეს מחარობლები. იცით რა არის? გაუშვებდა ხელსარიელი, მაგრამ ის წელი იმ ოჯახისთვის არ იქნებოდა ბარაკიანი, ხვავიანი, შესაბამისად ყველა ცდილობდა რომ თუნდაც სიმბოლური საჩუქრით გაეშვა. სიმბოლური აქ იგულისხმება რა, კვერცხი რა თქმა უნდა, კვერცხები, კბილეული, ფულიც ამ პერიოდში ფულიც იყო, ხო. ანუ ვისაც რა სურდა და რის საშუალებაც ჰქონდა, ამით გაისტუმრებდა ხო? დღეს ძირითადად მე მომსწრება ჩემი ბავშვებიც სოფელი ქართლიდანვე თვითონ ცხინვალისპირიდან ჩემი ბავშვებიც მონაწილეობდნენ ხარ სპეციალურად მინდოდა რომ ესეთი ინკორპორაცია მოხდარიყო ხო ამ ბავშვებში დადიოდნენ სოფელ ბავშვები ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფი ადრე დიდები დადიოდნენ დიდებიც დადიოდნენ ძირითადად სერიოზული ისეთი საქმე ჰქონდა სოფლიდან სოფელში გადადიოდნენ ურმები დადიოდნენ ხოლმე ერთი ხალხური ლექსია რომელიც გვაუწყებს რომ ქვემო ქართლიდან წამოვიდა მეჭონავეები გამოვიარეთ დვირიო აწყვერთან უზმოზე მივედითო უზმოდ მივედითო იქ დავიბანეთ პირიო და იქ მივედით სადაც წმინდა ნინომ წითელი კვერცხები თქვა შეღებაო ეს რაღაცნაირად ხალხურად არის გადათამაშებული მაგრამ როგორც ჩანს ეს არის გზა რომელიც წმინდა ნინომ გამოიარა ესე იგი ჯავახეთიდან როდესაც მობრძანდებოდა მცხეთაში რა ხო ამაჩანებსაც ეს მარშრუტი ჰქონდათ დარჩეული. აი სპეციალურად აირჩიეს, როგორც ჩანს ცნობიერად აირჩიეს, აი ამ გუნდმა და ისე როგორც გეუბნებით, უბან დადიოდნენ, სოფელ დადიოდნენ, მახლობელ სოფლებში და აგროვებდნენ, ჩვეულებრივად ფსონი გაიმართებოდა, რა თქმა უნდა, მიუმღერებდნენ. თუ კარგად მიუმღერებდნენ, მე თქვა დახვედრად შესაბამისი იქნებოდა, ხო? მიუღერა კარგი ოჯახია, კარგი ჭონა მოახსენოთო იტყოდნენ ხოლმე და ალათასა, პალათასა, ჩემ დროს იყო ხელი ჩავკარ კალათასა და აი როგორც ბრძანა ჩამოვკიდებ კალათასაო, ხო? დიდი ერთი კვერცხი მოგწეს, იმ პერიოდში ძველად ქალაქში, კახეთში, მეცხეთ-ჯავახეთში, სამცხე-ჯავახეთში, მესხეთში ერდო-გირგვინიანი სახლები, ბანიანი სახლები იყო და ზემოთ თიხად კეპნილი იყო, ერდო იყო და ერდოდან ჩაუშვებდნენ ხოლმე კალათას და მიამღერებდნენ ამასთან დაკავშირებით და დიასახლისიც კაპურად არტოვებდა ხელსარიელს. რა თქმა უნდა, არა. თუმცა ამ ბოლო პერიოდში
ჩემი ცუნებული დედა ვისი შვილები ხართ იკითხავდა ჭონაზე ჩამოვიდა ამიტომ გამოუტანა ხოლმე და ცოტა გაჩვენა იცოდა ხოლმე ჩვეულებრივი და იმად განსაკუთრებით არა დამოკიდებულებაც ადამიანების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაც ახმადი იყო ამ რიტუალის დროს ბევრგან ისეთი ტრადიცია შემორჩენილი რომელიც საყოველთაოდ ცნობილია აი მაგალითად ლეჩხუმში არის გორგოთობა ან გოლგოთობა, გიორგოთობა. ხანდახან ძნელია ეტიმოლოგიურად ახსნა, რას ნიშნავს, ხო? გიორგოთობა თუ გოლგოთობა, თქვა გოლგოთასთან დაკავშირებულია. კონკრეტულად კაცრად მეორე დღეს იყო გასვლა, აქ სპეციალური კვერები წვებოდა წასვლების სულთან დაკავშირებით, გობზე დაეწყობოდა ეს 7 ან 9, ასევე 7 ან 3 გობზე აინთებოდა და საფლავზე გავიდოდნენ ხოლმე აი ამ ვინ შეხვდებოდათ რა თქმა უნდა დღესაც აკურთხებინათ ვინ შეხვდებოდათ განსაკუთრებით ბავშვები დაუნაწილებდნენ ხოლმე რომ აი ანგელოსმა მიირთვა და შეეწევა ჩვენს წასულებს ხო სამეგრელოში მაგალითად გახსნილება ხდებოდა ასევე რიტუალი ყველგან რიტუალად მაგრამ სამეგრელოში როგორ იყო გარდა საეკლესიო წესებისა ყველა ოჯახს ჰქონდა ოხამერი ლაგვანი. სალოცავი ქვევრი, ლაგვანი ქვევრია მეგობრებო. ხო, და აუცილებლად ოჯახის უფროსი, როდესაც ტაბლას გააკეთებდა, გობს გაავსებდა, ნისორი ქვია ამას მეგობრებო. აქ უნდა ყოფილიყო, ვთქვათ, ხაჭაპური, აქ უნდა ყოფილიყო მამლის თავი, მაინც რატომაც ღორის გულღვიძლი და სხვადასხვა და სამჯერ შემოუვლი და ამ ლაგვანს, ამ ქვევს დაილოცებოდა და შემდეგ უკვე ოჯახთან ერთად ოჯახში აქცილებდა ამ ტრაპეზს, ხომ? და ეს ვინი დალოცვა სხვათა შორის, ნუ ეს საყოველთაოდ ცნობილი წესია, განსაკუთრებით წითელი ღვინო არის აუცილებელი, აღდგომა დღეს ქრისტეს მაცხოვრის სისხლთან არის დაკავშირებული და დამტყია და ყველა ოჯახს ქალში და კახეთში ჰქონდა წითელი ღვინო, რა თქმა უნდა და აღდგომის შობისთვის და აღდგომისთვის სპეციალურად დაყენებული დიდ ქვევში არა, მომცრო ქვევში რომ იმ პერიოდში საკმარისი ყოფილიყო. ზედაში. საზედაში ქვევრი, საზედაში და ეს განსაკუთრებით პატივისცემს ოჯახი რომ შეიცვლიდა ხოლმე ვთქვათ ადგილს ის საზედაში ქვევრი კახეთში იქვე რჩებოდა. და მე მიაკითხავდნენ ხოლმე და არ შეიძლებოდა იმის ვთქვათ მიტოვება. ბატონო, მადლობა. მადლობა ძალიან დიდი. არაჩვეულებრივი ადათების და წესების გახსენებისთვის ჩვენ კი რაც მოკლე დროში შესაძლებელი იყო კი ბატონო. განსაკუთრებით საინტერესო თემა იყო ნამდვილად